სახელმწიფო კი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას დაადგინოს მათი მწამსის რეალურობა. შედარებით უფრო ფართოდ ამ ცვლილებებზე შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტში, მანამდე ალბათ წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები. ჩვენთან არის სტუმრად პარლამენტის წევრი პარტია გირჩიდან სანდრო რაქვიაშვილი და ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზაალ ტყეშელაძე. მოგესალმებით. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც არის ამ კანონში ჩადებული, შემოდის ტერმინები, ორი ტერმინი, ეს არის არაკეთილსინდისიერი რელიგიური გაერთიანება და ფიქტიური რელიგიური გაერთიანება. რა თქმა უნდა, ისინი ამბობენ, რომ ეს კანონში არ წერია, მხოლოდ განმარტებით ბარათში არის, მაგრამ ფაქტია, რომ იურიდიულ სივრცეში ეს ტერმინები შემოდის. რა თქმა უნდა, ვინ არის იმის კომპეტენციის მქონე, რომ განსაზღვროს საქართველოში, ვინ არის კეთილსინდისიერი რელიგიური გაერთიანება, ან ფიქტიური, ან ფაქტიური. და მეორედ, ზოგადად კანონი ძალიანაც კარგი რომ იყოს, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოკიდებულება და ღირებულებები. ეხლა ეს ძალიან კარგი სიუჟეტი იყო და დიდი მადლობა, რომ დროს უთმობთ ამისათვის და მადლობთ მოწვევისათვის. ეს სიუჟეტი დაიწყო პრემიერ-მინისტრის სიტყვებით და მან თქვა დაახლოებით ასეთი რამ, რომ საქართველოს სიძლიერე ემყარება ჯარს, თავდაცვას და ეკლესიას. გასაგებია, რომ გულისხმობს დომინანტ ეკლესიას. ეს პირდაპირ არის, ვინც არ არის დომინანტი ეკლესიის წარმომადგენელი, პირდაპირ აღიქვამს ამას როგორც დისკრიმინაციად. ამიტომ ასეთი დამოკიდებულება თავშივე უკვე ქმნის იმ გაგებას და იმ განწყობას, რომ რაღაც მეორე ხარისხოვნად ხარ ჩათვლილი და კანონში შესაბამისად ყველაფერი არის ისე ჩაწერილი, რომ ეს არა კეთილსინდისიერი რელიგიური გაერთიანება იყო, თუ შენ ვერ დააკმაყოფილებ რაღაც სახელმწიფოს თუ მთავრობის იმ დღის წესრიგს, რომელიც მათ აქვს განსაზღვრული. მაგრამ შენ რომ ხარ იურისტი და ხარ პარლამენტი, ისე უნდა მოაგვაროს კანონმდებლობაში საქმე, რომ ჩემი უფლებები არ დაირღვეს. მოძებნე ისეთი გზა, რომელიც მე არ შემეხება და დავამატებდი კიდე სასამართლო, ჩვენ ვიცით ახლა ქართული სასამართლო და ისედაც სასამართლო პროცესები, ვისაც გაუვლია ძალიან რთული პროცესი არის. ამას უნდა ძალისხმევა, მიყოლა, ინტელექტუალური მხარე და ეხლა ესე იგი ჯარში არის კაცი ამას როგორ გააკეთებს და ხშირ შემთხვევაში პიროვნება, რომელიც არ არის დომინანტი რელიგიის წარმომადგენელი, ოჯახის წევრებიც კი არ არიან თანახმა ამისი და შეიძლება უარიც კი თქვან, რომ ამ სასამართლო პროცესს უხელმძღვანელობს. პასტორ ზაალ, თქვენთან მექნება კიდევ კითხვა, რომელიც პრინციპში გაგრძელებაა თქვენი წინა პასუხისა, თქვენ აღნიშნეთ ჩვენთვის ძალიან ემოციური რამ, რომ არადომინანტური რელიგიების წარმომადგენლებისთვის ბევრად დისკრიმინაციულია, არა მხოლოდ ეს ცვლილება კანონ პროექტში, არამედ როგორც მე გავიგე, მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკაც. კიდევ ხომ არ გავშლიდით ამ საკითხს? ეხლა მე იმ კითხვას გავშლიდი სხვა კუთხით, ეხლა რადგან მე ამ რელიგიურ სამყაროში ვტრიალებ, ამის სამზარეულო ვიცი, სიუჟეტში არ იყო, მაგრამ ერთხელ თქვა მაღალი თანამდებობის პირმა, რომ ეს კანონი შეთანხმებულია საპატრიარქოსთან. და შემდეგ ჩვენ რო ვთქვით, არა თქვენთანაც არის შეთანხმებულიო, მაშინ როდესაც ჩვენ წერილი გავამზადეთ, რომ არ ვეთანხმებით ამ კანონს. მე ვფიქრობ, ხო, ეს დამოკიდებულება ძალიან საწყენი არ ბილად რო ვთქვათ, რომ შენ არ ეთანხმები პროტესტს გამოთქვამ, მაგრამ ისინი არ თვლიან, რომ შენი პროტესტი რაღაცას ნიშნავს. ჩვენ და საპატრიარქო მოლაპარაკებული ვართ და თქვენ წერეთ და იკითხეთ, ეხა ეს თქვენი საქმე არის. მე ვფიქრობ, ჩემი აზრით, რადგან ვხედავ სიტუაციას დღეს საქართველოში, სახელმწიფო ცდილობს გააკონტროლოს რელიგიური გაერთიანებები. რა თქმა უნდა, ეხა საპატრიარქოსთან თავისი, ასე ვთქვათ, ცალკე მოლაპარაკებები აქვს პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ თქვენთანაც ექნება სავაჭრო. ცდილობს, რომ ეს გააკეთოს. ეხა ჩვენ ვხედავთ რუსეთში, რუსეთის მოდელს, როდესაც რელიგიები სრულად არის გაკონტროლებული და დღეს ისინი მოქმედებენ სახელმწიფოს დღის კანონით. ანუ რაღაც ასეთი სისტემაა შესაქმნელი და რადგან მე ვიცნობ ახლა ამ სფეროს, ისინი ხშირად ქმნიან პრობლემებს
უქმნიან პრობლემას რელიგიურ გაერთიანებებს, რომ მე ისინი თვითონ გადაწყვიტონ და ამითი რელიგიური გაერთიანებები უფრო დაიახლოვან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კარგი გამოცდილება. ჩვენ სასამართლოში ამ 4 წლის განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ ვართ რელიგიური გაერთიანება და ჩვენ გვიშველა ჩვენმა წარსულმა, ბატონმა ბექამ აღნიშნა და 90-იან წლებში ჩვენ სარჩელიც კი გვაქვს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, როგორც ეკლესია შეტანილი რწმენის თავისუფლების კუთხიდან ნაწილობრივ მოგებული და ამ რაღაცებმა გვიშველა, რომ არ ჩავთვლილიყავით ფიქტიურ რელიგიურ ორგანიზაციად, მაშინ, როდესაც ჩვენ ცნობილი ვართ საქართველოში ამდენი ხნიდან და დღესაც, ესე იგი, როდესაც სასამართლოს ვეხებოდით, ჩვენ ვხედავდით, რომ სასამართლო სისტემაში რელიგიური ცნობიერების დონე ძალიან დაბალი არის. ამიტომ რელიგიურ გაერთიანებებს ძალიან გაუჭირდებათ რაღაც ამტკიცონ და ჩვენ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ ყალბისაბუთები შეგვიდგინეს და შეტანილი არის პროკურატურაში, პროკურატურა ჯერ კიდევ იძიებს 4 წელია, მაშინ როდესაც სასამართლოები უკვე მორჩა და ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ჩვენი სამლოცველო სახლი უნდა დავკარგოთ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩაგეკითხებით შენობის პრობლემაზეა შენობა საუბარი. დიახ, ჩვენი შენობის წართვა დადგა და მიზეზი რეალური, ანუ ობიექტური მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ ეკლესიამ ხმამაღლა ვილაპარაკოთ და თქვათ ის, რასაც ვთვლით სწორად. კარგით, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობას გიხდით მადლობა ძალიან მომბრძანებისათვის და ჩვენ ხვალ შევხვდებით უკვე მცირე ელისაშვილთან და დათო ტურაშვილთან ერთად, ესე რომ დაგველოდეთ. ახვამდის.